ფაქტია, რომ ამერიკელებს სლად კარგად საქმე არ მისდით. ანუ ის სტრატეგიული ამოცანები, რაც მათ დეკლარირებულად გამოცხადებული ჰქონდათ, ვერც ერთი ეგ ამოცანა ვერ შესრულდა. ვერც რეჟიმის ცვლილება მოხდა, ვერც ბირთვული არსენალის განადგურება მოხდა და მეტიც დამატებით ამ პრობლემას დაემატა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა. მანამდე ეს პრობლემა არ იდგა. მანამდე ჰორმუზის სრუტეს ყველა მხარე იყენებდა სავაჭრო კუთხით და ირანი ხელს არავის არ უშლიდა. საერთოდ კაცო, ვინც ამს მოიხმარს, ნავთობს მაგ სრუტიდან და მათ შორის სოფლიო ეკონომიკაც ხო ზიანდება და თავად ამერიკაში გაჩნდა პრობლემები ეკონომიკური და ფინანსური კუთხით საწვავზე ფასები მატულობს. შესაბამისად, უყურე ამერიკას არ აქვს მაინც და მაინც ხელშესახები რეალური წარმატებები, მიუხედავად იმისა, რომ ის მუდმივად ყოველდღიურ რეჟიმში სარაკეტო, საჰაერო დაბომბებს ახორციელებს, ის დეკლარირებული სტრატეგიული ამოცანები არ არის შესრულებული. ჩანს, აი, რა ვიცი, ხელის გულზე ჩანს, რომ ამერიკას სასწრაფოდ ჭირდება რაღაცა ხელშესახები წარმატებები ამ მიმართულებით. ასეთ ვითარებაში ხადია საქართველო, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ირანს, კაცო.